მიქელანჯელომ თავისი ცნობილი ნამუშევარი 1508 წლიდან 1512 წლამდე შექმნა რომში სიკვდილის კაპელას ჭერზე. ეს არის უზარმაზარი ნამუშევარი, რომელიც 500 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. ადამიანის შექმნა ასახავს ბიბლიურ ამბავს, სადაც ღმერთი ქმნის ადამიანს, პირველ ადამიანს. ეს შეგვიძლია ვნახოთ მათ თითების დაკვირვებით, რომლებიც თითქმის ერთმანეთს ეხება. ღმერთის გაშლილი თითი წარმოადგენს იმას, რომ ის ადამიანებს სიცოცხლის უნარს აძლევს. ნახატში ღმერთი გამოიყურება როგორც ხანდაზმული ძლიერი კაცი, ჭაღარით, თმით და წვერით. ანგელოზები მას აკრავს წითელი სამოსის შიგნით. ადამი გვერდზე წევს მოდუნებული და ღვთის შეხებას ელოდება. ეს სავარაუდოდ აჩვენებს ღმერთსა და ადამიანებს შორის კავშირს. ასევე საინტერესო დეტალია ისიც, რომ ღმერთის გარშემო არსებული ქსოვილი და ანგელოზები ადამიანის ტვინს წააგავს, რაც წარმოადგენს ღმერთის მიერ ადამიანისთვის აზროვნებისა და შექმნის უნარის მინიჭებას. ერთი ადამიანი ასევე ფიქრობს, რომ სამოსი საშვილოსნოს ჰგავს, რაც დაბადებასა და შექმნასთან არის ასოცირებული. ღმერთის და ადამიანის თითების სინამდვილეში ერთმანეთს არ ეხებიან, თუ რატომ ამაზე უამრავი თეორია არსებობს. ეს ნახატი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რელიგიური ხელოვნების ნიმუშია, რომელიც კი ოდესმე შექმნილა. ის ისტორიის განმავლობაში იქნა მრავალჯერ დაკოპირებული და ხალხი მას საოცარი ოსტატობისა და ღრმა მნიშვნელობის გამო ძალიან დიდ პატივს სცემს.